ჩემი ოცნება არის, რომ ერთი დილაც გათენდეს და ყველა მთხოვს, რომ ბარბარემ ფეხი გაიარაო. როცა ვისწავლი სიარულს, მე მინდა რომ დედიკოს გარშე წავიდე სკოლაში. მე მინდა რომ ბავშვებთან ერთად ვითამაშო, ვიმხიარულო. როცა მიდიან ჩემი კლასელები ფიზკულტურაზე, მე ძალიან გული მწყდება. შენ რას აკეთებ ხოლმე ფიზკულტურის გაკვეთილისთვის? ჩემი კლასელები მიდიან და მე კლასში ვჩები და დედა მოდის ხოლმე და წამიყვანს ხოლმე. როცა გავდივარ, არავის არ უნდა ჩემთან ერთად თამაში. შენ ისეთი მამაზი გოგო ხარ, მე კიდე მგონია რომ ყველას უნდა შენთან თამაში და თუ იმეს არ უნდა შენთან თამაში, სულ შენი ისეთი მამაზი თვარები გაქვს. მხოლოდ ეს ერთი კადრიც კი საკმარისია იმის მისახვედრად, თუ რამხელად კივილს იტევს ამანგელოზის გული. აი ასე უყურებდა ბარბარე, როგორ ერთობოდნენ სხვა ბავშვები მის თვალწინ. გოგონები, რომლებიც საერთოდ არ იცნობდნენ ბარბარეს, უთქმელადაც მიხვდნენ მის გულის ტკივილს. უფალმა დალოცოს ისინი და მათი მშობლები ასე ღვთისნიერად აღზრდისთვის. საკმარისია ერთხელ ჩახედოთ ბარბარეს თვალებში და მაშინვე მიხვდებით, რომ მისი გული სხვა სიკეთესა და სიყვარულს იტევს. საკმარისია ერთხელ დაინახოთ გოგონას ღიმილი და მაშინვე დარწმუნდებით, რომ ის უფლის მიერ მოვლენილი ანგელოზია ამ ცოდვილ დედამიწაზე. მე მიხარია, რომ ოპერაციას რო გავიკეთებ და რო ისწავლი სიარულს, ჩემ კლასელებთან ერთად ვირბენ, ვითამაშებ. ბავშვმა არ იცის, რომ ოპერაციისთვის საჭირო თანხა ვერ შეაგროვა საბრალო დედა. პირველი ოპერაციისთვის ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, რაც კი რამ გააჩნდათ, მაგრამ ბარბარეს ბედი დამოკიდებულია მეორე ოპერაციაზე, რომელიც $18,000 ჩდება. თურქი ექიმები ირწმუნებიან, რომ ბავშვი დამოუკიდებლად სიარულს შეძლებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სასწრაფოდ არ გაუკეთდება ოპერაცია, ეს მზესავით გოგო სამუდამოდ დაკარგავს ფეხზე გავლის შანსს. არ გავწიროთ ღვთისმიერი ბავშვი ასეთი ტანჯვისთვის. დედა, დედიკო, ჩემო ლამაზო, ამ სიმღერას შენ გიწვი რომ გაგახარო. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.